როდესაც ლაპარაკია ღვთისმშვილობაზე და შენ შეიძლება გეგონოს, რომ ღვთისმშვილი ხდები ზნეობრივი მიბაძვით კაცი იესოსადმი, კაცი, იმიტომ რომ იესო ქრისტე ღმერთ კაცია. ამიტომ კაცი იესოსადმი ზნეობრივი მიბაძვით გახდები ღმერთის შვილი, არ გამოვა ეს. აქ სწორედ უკვე მისტიკა, საიდუმლოება ღმერთთან კავშირისა. ამიტომ როცა ამბობს შვილობაზე, იქვე უცებ გეუნება რაოდენთა, რადგან შვილი გახდები. არა იმიტომ რომ ზნეობრივი მიმბაძველობის უნარი გაქვს, არამედ იმიტომ რომ ღმერთთან მისტიკური კავშირი დამყარდა. გესმით? იმიტომ ხდები შვილი. ზნეობრივი მიმბაძველობა შენი თავისუფალი არჩევანის გარეგანი გამოხატულებაა, რომ გინდა. მაგრამ რეალური კავშირი მე მყარდება მისტიკური კავშირით ღმერთთან და ამიტომაც ეგრევე ამბობს შვილობას უახსენებს ამბობს შვილობა ვინაიდან რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს ქრისტე შეგვიმოსიეს რას ნიშნავს ქრისტე შეიმოსე ანუ ეს ნიშნავს იმას რომ შენ შიგნითაც და შენ გარეთაც აი ესე პირობითად რომ ვთქვათ ხო ესე გეომეტრიულად ნუ ადამიანური ენა სუსტია ხო ღმერთია ანუ ღმერთი იესო ქრისტე არის ღმერთი და კაცი როგორც კაც ბაძავ და ის გი როგორც ღმერთი შიგნითაც კვიდრდება და შენ გარედანაც მოგიცავს ამას ქვია ქრისტე შემოსილება